მიუხედავად დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისა გაამკაცროს ირანის ბლოკადა, იმ იმედით, რომ თეირანის რეჟიმს კაპიტულაციაზე აიძულებდა, აღმოჩნდა, რომ ირანმა უკვე ისწავლა აშეჩოს ბლოკადის გვერდის ავლა ჰორმუზის სრუტეში. გარდა ამისა, ანალიტიკოსების აზრით, ირანს კიდევ ბევრი კოზირი აქვს ხელში, რათა ამერიკული ბლოკადის მიუხედავად ნავთობის მოპოვება არ შეწყვიტოს. და კონკრეტულად რა არის ეს კოზირები? და იმუშავებს თუ არა საერთოდ დონალდ ტრამპის ბლოკადა? სწორედ ამ ყველაფერს განვიხილოთ ამ გამოშვებაში. თემის ახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიცვებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოდი დავიწყებ იმით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც უკმაყოფილოა თეირანის მშვიდობიანი წინააღმდეგ, მიიჩნევს, რომ ირანის სახელმწიფო ინსტიტუტები უკვე განადგურებულია და თქვა, რომ რეჟიმი ეძებს ვის დააკენოს ხელმძღვანელ პოზიციაზე. პოზიციებზე თითქოს უკვე გონიერი ადამიანებიც აღარ დარჩნენ. გარდა ამისა, ტრამპმა იწინასწარ მეტყოლა რეჟიმის კრახი, რადგან ბლოკადის გამო ირანს უკვე აღარ შეუძლია ნავთობის მოპოვება, რადგან მის შესანახად ადგილი აღარ აქვს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო დონალდ ტრამპის სიტყვები და ახლა გავარკვევთ, იყო თუ არა აქ სიმართლე. ამავე დროს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადაცემულ გეგმაში ირანი სთავაზობდა შეერთებულ შტატებს. თავდაპირველად შეთანხმებულიყვნენ ცეცხლის შეწყვეტაზე და ტრანსპორტის მოძრაობისა და გემების გადაადგილების აღდგენაზე სპარსეთის ყურედან, ხოლო ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი დროებით გვერდზე გადაედოთ. ეს რა თქმა უნდა ვაშინგტონს არ აწყობს, ხოლო ირანი ჯერჯერობით არ ჩქარობს კაპიტულაციაზე წასვლას. და ეს ამშაბათს ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ამ ომს დასრულებულად არ მიიჩნევს. თუმცა ტრამპმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ირანული მხარე თითქოს სთხოვს ევედრება ამერიკის შეერთებულ შტატებს მოხსნას მათზე ბლოკადა, განსაკუთრებით საზღვაო პორტებიდან. ციტატა. ირანმა ახლახან შეგოთხოვინა, რომ კოლონიის მდგომარეობაშია. ისინი სურთ, გთხოვენ, დაუყოვნებლივ გავხსნათ ჰორმუზის სრუტე, სანამ ისინი ცდილობენ მოაგვარონ სიტუაცია თავიანთ ხელმძღვანელობასთან, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებენ. მაგრამ ამ ფონზე ირანის მთავრობის პრეზიდენტმა ფათიმე მაჰაჯარანიმ განაცხადა, რომ თეირანი უკვე იყენებს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ სავაჭრო კორიდორებს, რათა გაანეიტრალოს ბლოკადის შედეგები. მათ თქვეს, რომ მოусმინეთ, დიახ, რა თქმა უნდა, ჰორმუზის სრუტე ბლოკირებულია, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს შემოვლითი გზები. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ანალიტიკოსების აზრით, ირანს კიდევ ბევრი კოზირი აქვს ხელში, რომ თავიდან აიცილოს ნავთობის მოპოვების შეჩერება ამერიკული ბლოკადის გამო. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. და ეს ჯერჯერობით შეიძლება გაგრძელდეს წინასწარ გეტყვით. 2 თვე და ნახევარი. უნდა გავიგოთ, რომ დონალდ ტრამპი ბლოკადაზე ფსონს უბრალოდ ასე არ აკეთებს. ნავთობი ირანის ეკონომიკური საფუძველია და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ექსპორტის დაბლოკვა, რაც საბოლოოდ რა თქმა უნდა წარმოების შეჩერებას გამოიწვევს ირანს დათმობებზე წასვლას აიჯულებს. თუმცა ირანს დამატებითი საცავი აქვს და ირანი ასევე ცდილობს ბლოკადის გავლით რამდენიმე ცარიელი ტანკერის გატანას, რათა ბლოკადაში ნავთობი შეინახოს. ამიტომ შესაძლოა ირანი ამ ზეწოლას კიდევ გარკვეულდროით გაუძლებს, ანუ ნავთობის შესანახად ჯერ კიდევ არის ადგილი. და ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურის ასეთი მდგომარეობა შეიძლება გავლენას ახდენდეს რეჟიმის სტრატეგიაზე, რადგან ეს ჩიხია. ასეთი სიტუაცია ჰორმუზის სრუტეში პოლიტიკურ პრობლემებს ქმნის არა ირანისთვის, არამედ დონალდ ტრამპისთვის. ირანის იდეა უბრალოდ გადააცადოს ტრამპის პრობლემას, თუნდაც ზარალით. ანუ ისინი აცნობიერებენ, რომ დიახ, ეს პრობლემაა, მოპოვება შეიძლება ძალიან შემცირდეს, ექსპორტი არ არის, უпростоრად არის, მაგრამ არა იმ რაოდენობით. ეს პრობლემაა, მაგრამ ტრამპისთვისაც პრობლემაა. ამიტომ აქ თავარია, ვინ დაახამხამებს თვალს პირველად. აქ ანალიტიკოსები შეგვახსენებენ, რომ ირანს აქვს გამოცდილება ნავთობის მარაგების შექმნაში COVID-19 კრიზისის დროს. ასე უნდა მივაქციოთ ყურადღება სხვა ობიექტებზე თავისუფალი ფართობების არსებობას. ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში ალტერნატიული საწყობებისა და ექსპორტის მოედნების გაფართოების მცდელობებს. და აი აქ მეგობრებო იწყება ყველაფერი ყველაზე საინტერესო. გახსენებთ, რომ აპრილის შუაში, როდესაც ბლოკადა დაიწყო, თეთრი სახლი ამტკიცებდა, რომ ირანს საკმარისი მარაგები ჰქონდა მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში წარმოების შესანარჩუნებლად. მათ თითქოს კიდევ 2 კვირა შეეძლებათ მოპოვება. მერე ყველაფერი დასრულდება. კრახი. მაშინ დონალდ ტრამპი ცდილობდა 2 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა წარმოიჩინა. ამიტომ თითქოს რაღაცა უნდა გააგრძელონ დაბომბვა, რადგან ამ 2 კვირაში ირანს უბრალოდ აღარ ექნება სად შეინახოს ნავთობი და ისინი უბრალოდ დანებდნენ. 27 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ნავთობსადენები შეიძლება ვეუძლონ ცნევას, თუ ქვეყანა გააგრძელებს საწვავის არგატანას და ისინი უბრალოდ აფეთქდებიან. შემდეგ ტრამპის ციტატა:
თუ რაიმე მიზეზით ეს ხაზი იკეტება, იმიტომ რომ ვეღარ ახერხებ ნავთობის კონტეინერებში ან გემებზე მოთავსებას, მაშინ ხდება ის, რომ ეს ხაზი შიგნიდან ფეთქდება. თუ რამე ხდება, ის უბრალოდ ფეთქდება. ამბობენ, რომ ირანს დარჩა დაახლოებით 3 დღე, სანამ ეს მოხდება. მან ეს თქვა 27 აპრილის დილით, ხვალ 30 აპრილია. და ეს ვადა იწურება. და დონალდ ტრამპის პროგნოზით, ირანში ნავთობსადენი უნდა აფეთქდეს ცნევის გამო. მაგრამ რაღაც პროგნოზი არ მართდება. იქ ჯერ არაფერი აფეთქებული. პრესა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ირანს შეუძლია ნავთობის მოპოვების შეჩერება საბადოებზე ცნევის კატასტროფული შემცირების გარეშე. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ გავლენიან ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსს სხვა შემოსავლის წყაროებიც აქვს, მაგალითად კონტრაქტები. ამიტომაც, თუნდაც აშშ-ის ბლოკადა სულად წარმატებული იყოს, რაც თავი ეხლა ასე არ ჩანს. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი შეძლებს ამ ალტერნატივებზე დაყრდნობას, რათა უზრუნველყოს თავისი ჯარისკაცებისთვის ხელფასების გადახდა და შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ირანში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს საკმარისი იქნება. ეხლა კი ცოტა მათემატიკა. კომპანია Vortex-ის მონაცემებით, რომელიც საქონლის ბაზრების მონიტორინგითა და ანალიზით არის დაკავებული, 20 აპრილის მდგომარეობით ირანს ჰქონდა 20 სუპერმზიდი ნავთობის გადასაზიდად. ეს არის გემები, რომელთაგან თითოეული 2 მილიონ ბარელს იტევს. ირანს შეუძლია მარტივად გადააკეთოს ეს გემები მცურავ საცავებად და გააგრძელოს ნავთობის მოპოვება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, სანამ ირანს მოუწევს ნავთობის მოპოვების შემცირება. გარდა ამისა, კომპანია Vortex-მა ასევე დაადგინა, რომ ირანს ხმელეთზე ქონდა თავისუფალი საცავები და დაახლოებით 3 კვირის ნავთობის მოპოვება შეესაბამებოდა. შედეგად გვაქვს მინიმუმ 2.5 თვის მოპოვება კატასტროფის გარეშე. თუნდაც ბლოკადის პირობებში, მაშინაც კი როცა ექსპორტი სრულად შეჩერებულია, ირანს ნავთობის შესანახი ადგილი მაინც აქვს. ამაზე პასუხად აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესონმა განაცხადა, რომ წარმოების შეჩერება უკვე დაიწყო. მან ბლოკადა სანქციებთან ერთად ორმაგ დარტყმას შეაფასა. მაგრამ უბრალოდ შეგახსენეთ, რომ სწორედ ამავე სკოტ ბესონმა განაცხადა, რომ აშშ-ი აღარასოდეს გაახანგრძლივებს სანქციების მოხსნას რუსეთის ნავთობზე. მაგრამ საბოლოოდ ისინი კიდევ ერთი თვით 16 მაისამდე გაახანგრძლივეს. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ ახი და აწექით ზარს და არ დაგავიცილეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.